როგორც ჩავსვათ რუტინაში ვიტამინი C. ვიტამინი C, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, ეს უკვე ახალი არავისთვის აღარაა. კანი მოჰყავს ერთ ფერში, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ასევე მოქმედებს პიგმენტებზე. მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია. ახლა გადავიდეთ პირდაპირ იმ საკითხზე, თუ როგორ ჩავსვათ რუტინაში. შეგიძლია გამოიყენო როგორც დილის, ასევე საღამოს რუტინაში, მაგრამ დილით განსაკუთრებით კარგია მზის დამცავთან ერთად. კანს იცავს როგორც გარემო მავნე რადიკალებისგან, ასევე მზის მავნე სხივებისგან. დილის რუტინის ყველაზე მარტივი კომბინაცია C ვიტამინთან ერთად ვიბანთ სახეს, ვიმშრალებთ, ვისვამთ C ვიტამინს, ცოტა ხანი ვაცდით და შემდეგ ვისვამთ მზის დამცავს. ვისაც შემსავით მშრალი კანი გაქვთ, C ვიტამინი და მზის დამცავი არ გეყოფათ, ამიტომ C ვიტამინის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი, დაელოდეთ რომ კარგად შეშრეს სახეზე და შემდეგ წაისვით მზის დამცავი. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა შეიძლება თუ არა C ვიტამინი და ნიაცინამიდის ერთად გამოყენება და დიახ შეიძლება, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაცია. უბრალოდ თქვენი კანი თუ მიუჩვეველი აქტივებს ერთდროულად მოჩასვამთ რუტინაში, ჯერ ცალ-ცალკე დაიწყეთ და შემდეგ გააკეთეთ კომბინაცია. წასმის წესები ისევ და ისევ დაბანილ სუფთა მშრალ კანზე ჯერ წაისვით C ვიტამინი და შემდეგ წაისვით ნიაცინამიდი. პერიოდულად მეც ვიყენებ ამ კომბინაციას, ანუ C ვიტამინი, ნიაცინამიდი, ცოტა დამატენიანებელი და აუცილებლად მზის დამცავი. რა თქმა უნდა, ეს უფრო მოეწონება, ვისაც მშრალი პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანი აქვს. ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანი ვისაც გაქვთ, შეიძლება ეს ცოტა ზედმეტი აღმოჩნდეს, ამიტომ დამატენიანებელი გამოტოვეთ და მზის დამცავი გამოიყენეთ, ისეთი, რომელიც თან დატენიანებასაც უზრუნველყოფს და ასევე მზისგანაც დაკიცავთ. C ვიტამინი შეგიძლიათ აზელაინთან ერთადაც გამოიყენოთ, ესეც ძალიან კარგი კომბინაცია, ისევ და ისევ ვითვალისწინებს, თუ თქვენ დამწყები ხართ, ერთად არ ჩასვათ ცალ-ცალკე და შემდეგ სცადეთ კომბინაცია. ვიცი შემეკითხები, როგორ ჩასვათ ტონერთან ერთად, ეს ტონერ ესენსია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. შეგიძლიათ ჯერ ტონერ ესენსი გამოიყენო, უბრალოდ შეშრობას დაელოდე და შემდეგ წაისვით C ვიტამინი, რომ კანის გაღიზიანება არ გამოიწვიოს, ან პირიქით, ჯერ ისევ და ისევ C ვიტამინს ვისვამთ და შემდეგ ტონერ ესენს ან ტონერს. ჰიალურონთან ერთად როგორ ჩასვა უკვე ვისაუბრებ, მაგრამ ისევ გავიმეორებ, ჯერ C ვიტამინი, შემდეგ ჰიალურონი, თუ ტონერს იყენებთ, ჯერ C ვიტამინი, ტონერ ესენსი და შემდეგ ჰიალურონი, ცოტა დაიტენიანეთ სახე და შემდეგ მზის დამცავი. უბრალოდ ეს ამდენი საფეხური ნამდვილად არაა საჭირო და ყველას არ უხდება, უფრო მშრალ ასაკობრივ კანს მოეწონება. ზოგჯერ პირიქითაც აკეთებენ ტონერ ესენსი, ჰიალურონი, C ვიტამინი, დამატენიანებელი, მზის დამცავი, მაგრამ მე ვფიქრობ, ასეთი კომბინაციები უკვე ზედმეტია და აღარაა საჭირო. რაც ნაკლები, მით უკეთესი. ყველას არ უხდება დატვირთული რუტინა. მზის დამცავს თუ არ გამოიყენებ, ჩათვალე რომ სულ ტყუილად წვალობ. დამატებით შეკითხვებისთვის გელოდები კომენტარებში, ჩემი გვერდის გამოწერა არ გავიწყდება და რაც მთავარია, მოусმინე საკუთარ კანს.